როდიდან დაიწყებს 31 ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიის შესრულებას უცნობია. გახსნის გაქცილების საზეიმო ცერემონიაზე კი ამერიკის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა გენერალმა რიჩარდ ნატონსკიმ მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ინსტრუქტორები, რომლებიც ამზადებდნენ ქართულ სამხედროებს ამ ოპერაციისთვის, მაყოფილნი არიან შრომის მოყვარეობით და იმ პროფესიონალიზმით, რომელიც ქართულმა სამხედროებმა აჩვენეს. თავად 31 ბატალიონის წევრები კი აცხადებენ, რომ მათთვის ამ დონის მისიაში მონაწილეობა არის ძალიან საპატიო და მათ პროფესიონალიზმს კიდევ უფრო აამაღლებს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გაცილების ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. მსურს დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებას იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი ამ ოპერაციის ფარგლებში გვიწევენ. საზღვაო ქვეითები, რომლებიც თქვენ გამზადებდნენ, მოხიბლული არიან თქვენი შრომის მოყვარეობით და პროფესიონალიზმით. გისურვებთ წარმატებას და შინმშვიდობით დაბრუნებას. Gauliv dok მომზადება გერმანიაში და ბატალიონი მზად არის აბდულგამოცანის შესასრულებლად ავღანეთში. მე მოხარული მაქვს, რომ ექნება შანსი, რომ ჩავერთო ამ ოპერაციაში და მივიღო ის გამოცდილება, რომელსაც ყველა სამხედრო მოხარულია ამის გასაკეთებლად. გაცილების საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ასევე სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე. მათი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა ნება, რომ ის მზად არის ტერორიზმთან საბრძოლველად და ეს საფრთხე ზოგადად მსოფლიოს უქმნის ძალიან სერიოზულ რისკებს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ქართულმა არმიამ ღირსეულად შეასრულოს ეს ფუნქცია და მინისტრის განცხადებით 31 ბატალიონი მზად არის, რომ ღირსეულად წარადგინოს საქართველოს ჰელმანდის პროვინციაში. იყო ხაზი გასული ამ კლიანად ოპერაციის, ISAF-ის ოპერაციის როგორც სამხედრო პოლიტიკურ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს ემსახურება იცით მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას და მნიშვნელოვანი საფრთხეების აღმოფხვრას. ჩვენს ინტერესებში რა თქმა უნდა შედის სწრაფად და ეფექტურად ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ ჩვენც დაინტერესებული ვართ ცირფესვიანად მსოფლიოში მშვიდობაში და თავისთავად ჩვენ რეგიონის მშვიდობაში. საქართველოს უკვეში აქვს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების საქმეში, რასაც ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები, არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს და ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი ძალიან მჭიდრო ნაყოფიერი თანამშრომლობისა ნატოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც ნამდვილად ძალიან სერიოზულად წაადგება ჩვენს ქვეყანას. ჰელმანდის პროვინციაში 31 ბატალიონის 750 სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიის შესრულებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მათ გვერდით იქნებიან ასევე ამერიკელი კოლეგებიც.